Ставьте, как вас зовут, кто вы? Я Чередник Антоніна Іванівна, народилася в 72-му році, проживаю в Херсонській області, Білозерський район, село Новодмитрівка. Херсон – це Україна. Херсоні – Україна. ხმები ოკუპაციიდან და უკვე წარსულიდან, რომელიც ხერსონელების გაუტეხილობის სიმბოლო გახდა და ახლა უკვე რეალობაა. შემოდგომის დეოკუპაციის კამპანიის ფარგლებში ხერსონზე აღსდგა კიევის კონტროლი, თუმცა ცხადია, 9 თვიანმა რაშისტულმა რეჟიმმა უკვალოდ არ ჩაიარა. დროების ერთ-ერთი მასპინძელი ხერსონის ოლქის სოფელ ბელოზერონკოს გამგებელი ჩერედნა კონსტანტინაა. დეოკუპაციის მერე ისედაც ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა, თუმცა ახლა კახოკის დამბის აფეთქების შემდეგ დატბორილი სოფლების აღდგენა ახალი გამოწვევაა. სწორედ ჰუმანიტარული ტვირთის შესაძლებლად მივდივართ, თუმცა გზაში ოკუპაციაში ცხოვრების პერიოდს იხსენებს. რაშისტები, ორკები, დნr-ი, ელენერი, სამხედროები მოდიოდნენ, გვაკონტროლებდნენ, გვაშინებდნენ, აფეთქებებიც იყო, სროლებიც და რამდენჯერმე ტყვედაც ამიყვანეს. როგორც სოფლის გამგებელი, ის ტერიტორიული თავდაცვის ხელმძღვანელიც იყო და კავშირი ჰქონდა უკრაინის უშიშროებასთან, ამიტომ ჩერედნა ოკუპანტების პირდაპირ სამიზნე გახდა. 9 თვის განმავლობაში 3 ტყვეობა გაიარა. ტყვეობის ისტორია 1. ნაგვის შავი პარკი ჩამომაცვეს თავზე, წებოვანი ლენტით შემიკრეს ხელები. პირველად ივნისში ამიყვანეს, თავიდან მანქანის წართმევა უნდოდათ. მერე ომონი მოვიდა და სოფელშიც ამიყვანეს. დილის 6 საათზე 20 სამხედრო მოვიდა, ჯავშან ჟილეტებში, ნიღბებში, საბრძოლო მანქანებით იყვნენ. გეგონებოდა ერთი ქალი კი არა, ტერორისტი უნდა აიყვანათ. ძაღლმა უცხო ხალხს ყეფა დაუწყო და ესროლეს. მერე აფეთქებების ხმები მესმოდა. მაშინ 2 დღით წამიყვანეს. პირველ ჯერზე ძალიან არ მაწვალეს. ცდილობდნენ სიტყვით გადავებირებინე. მეუბნებოდნენ ჩვენზე იმუშავეთ, თქვენ ავტორიტეტული ადამიანი ხართ, ლიდერი ხართ, ხალხი გამოყვებათ. აქ მაინც რუსეთი იქნება. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, ვუთხარი, მე არ მინდა რუსეთს ვემსახურო. 50 წელია უკრაინელი ვარ და ამას ვერაფერი შეცვლის. მშობლები უკრაინელები იყვნენ, შვილები უკრაინელები მყავს. უკრაინულ კანონს ვემორჩილებ. დამაბრუნეს კამერაში, სადაც არანაირი სანიტარული პირობა არ იყო. როცა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ვერ გაჩრა, ფიზიკური წამების ჯერი დადგა. ტყვეობის ისტორია 2. მერე უკვე მცემდნენ, ხელს მკრავდნენ ხოლმე ისე, რომ თავი მაგიდის კუთხეზე ჩამომერთხა. ვეუბნები რისთვის, მე ხომ ცუდი არაფერი გამიკეთებია. შენ იცნობ ჯარისკაცებს, შენ იცნობ უშიშროებას, საკუთარ მოსახლეობას არ მოუწოდებ, რომ დაგვნებდნენ. არაფრის თქმა არ გინდა. ვეუბნები, ერთი მეურნე ქალი ვარ, არავის არ ვიცნობ, ვისაც ომი უნდა და უკვე წავიდნენ საომრად. მეუბნებიან, რუსეთი უნდა ადიდო. რეფერენდუმისთვის ვემზადებით. ამ რეფერენდუმზე შენ სოფელში ყველამ რუსეთს უნდა მისცეს ხმა. მითხრეს, რომ ყველა მიწას მიითვისებდნენ, ნაციონალიზაცია მოხდებოდა და ასე შემდეგ. ღამღამობით მთვრალ მოძალადეს უშვებდნენ ჩემს კამერაში. მთვრალი რუსი ოფიცერი ზის ჩემს წინ ნიღაბში. უკვე მთვრალი იყო, 50 წლის იქნებოდა და თან ლუდის ბოთლში არაყი ჰქონდა. ასე უფრო მხიარულად ვიქნებითო და სექსუალურად ძალადობა სცადა. ვეუბნებოდი, რომ ქალური პრობლემები მაქვს, ბინძური ვარ, არ ღირს ჩემთვის ხელისხლება. უფროსობას მოუყვებითო, ამითაც დავემუქრე. მითხრეს, მაშინ სოფელში დაგიჭერთ და გაგაუპატიურებთო, რომ ვერაფერს გახდა, აი ისიც კი მთხოვა, აი მოკლედ როგორც ჩანს კაცური ძალა არ ეყო და თავი დამანება. ვეუბნებოდი, რომ ბებია ვარ, არ ვარგი ვარ. ბოლოს კაბა შემომახია და წავიდა. სამწუხაროდ ეს დამცირება და შეურაცხყოფა ბოლო არ ყოფილა. ყველაზე მძიმე ტყვეობა ჯერ კიდევ წინ იყო. ტყვეობის ისტორია 3. ბოლოს 13 სექტემბერს სამსახურიდან წამიყვანეს. დიდ ურალზე შეგვყარეს, 15 ჯარისკაცი იყო. მარტო არ წამომიყვანეს, კიდევ 4 პენსიონერი იყო. მითხრეს, სალაპარაკო გვაქვს.
თავზე ისევ შავი პარკი ჩამომაცვეს და რაიონული სასამართლოს შენობაში წამიყვანეს. ბოლოს რომ წამიყვანეს, უკვე აღარ მელოლიავებოდნენ, აღარ მთხოვდნენ, აღარ მთავაზობდნენ. უკვე პირდაპირ წამება დამიწყეს, რა ვიცოდი ჯარზე, უშიშროებაზე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაგ დროისთვის ორჯერ უკვე ნამყოფი ვიყავი ტყვეობაში და აღარაფრის მეშინოდა. ვიცი რომ რუსებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე. ვიცოდი რომ ცემდნენ, გამაუპატიურებდნენ, ყველაფერს იკადრებდნენ. მოკლედ რუსკი მირი იქნება სრული პაკეტით. ამიტომ კოლაბორანტებზე ჩვენებს ბოლომდე ვაწვდიდი ინფორმაციას რაშისტების განლაგებაზე. მოკლედ პარტიზანული საქმიანობით ვიყავი დაკავებული და როგორც ჩანს, ვიღაცამ ჩამიშვა. ბრალს არ ვაღიარებდი. მითხრეს რომ ეგზეკუციას გამოვკრავდი ხელს, წამიყვანეს სარდაფში. იქ უკვე FSB-ს ოფიცრები მაწამებდნენ. დენი შემიერთეს აკუმულატორიდან და ასე მაწამებდნენ. ინფორმაციას მთხოვდნენ. ამ დროს შვილმა დაპოსტა რომ დავიკარგე და ამის გამო მაგინეს და მცემეს. მამცირებდნენ, ტუალეტებს მახეხინებდნენ. 4 დღე არს მიჭამია და წყალსაც არ მასმევდნენ. იქ კოვიდიც ავიკიდე. ექიმი მოიყვანეს და მეუბნება, შენ კიდე არ ჩაძაღლდი? სადაც მე ვიყავი, იქ ხალხს ნეკნებს უმტვრევდნენ. ჩემს თვალწინ ერთ ქალს მკერდი მოაჭრეს. საშინელება იყო. ეს წამება დეოკუპაციამ დაამთავრა. ამბობს, რომ გადარჩენის იმედი არ ქონდა. რამდენიმე ოპერაცია ჩაიტარა, გაიარა საერეაბილიტაციო კურსი და ისევ სახელმწიფო სამსახურში დაბრუნდა. ისევ ბელოზერონკოს გამგებელია. მასთან დახმარება ლიეტოვურ-უკრაინული მოხალისეების ჯგუფს მიაქვს. სადამ კახოკის აფეთქების მერე დათმობილ სოფლებში ჩავიდოდით, სოფელ ნადეჟდივკაში გავიარეთ. სოფელ ნადეჟდივკაში ცხადია, ოკუპაციამ უყალოდ არ ჩაიარა. თქვენ უკვე მოისმინეთ საკმაოდ რთული ისტორია, თუმცა როგორც ვიყვებიან, სოფლის ერთ-ერთი უხუცესი სასიკვდილოთაც კი გაიწვიეს და შემთხვევით გადარჩა, რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. ჩვენ ახლა ამ ოჯახში მოვედით და ვეცდებით მათგან მოვისმინოთ, როგორი იყო ოკუპაციაში ცხოვრება. Доброго дня. Мы журналисты из Грузии. Всякое. Проходьте, будь ласка, це пані Наталя, господиня. Проходьте, собака в нас. Okay. Oleksandr Ivachenko სოფელ ნადეჟდივკის გამგებელია. ოკუპაციის პირველივე დღიდან მასთან კოლაბორაციას მოითხოვდნენ. ჩერედნას მსგავსად მისი ისტორიაც უმძიმესია. როცა სოფელში რუსები შევიდნენ, თვითონ მივიდა მათთან და გაეცნო. უთხრა რომ ის იყო გამგებელი და თუ რამე იყო საჭირო, მასთან ქონოდათ საქმე. Приходили до мене росіяни на розбор. რუსები ჩემს სახლში მოდიოდნენ საქმის გაზარჩევად. ერთხელ მოვიდა პატარა ბიჭი, 20 წლის იქნებოდა. მოვიდა რომ დავეშინებინე. ღამურის შევრონი ჰქონდა. ესე იგი დაზვერვიდან იყო. მოტყუებასა და ვითომ ჰუმანიტარული დახმარება მოიტანა. ვეუბნები შვილო რას მომატყუებ? კი ვართ სოფლელი ხალხი, მაგრამ რაღაც გვესმის. წადით სოფლის ცენტრში და დაარიგეთ რაც გინდათ. ნახეთ აბა ვინ მოვა და ვინ მიიღებს თქვენგან დახმარებას. მე მეუბნება ხელი არ შემიშალო. ვეუბნები ღმერთო ჩემო, ნახეთ აბა ვინმე შია. მე მითხრა წამლებს მოგიტანო. მიუთხარი სამედიცინო პუნქტი გვაქვს. მე სპეციალისტი არ ვარ. წადი ექიმს დაელაპარაკე. თუ რამე სჭირდება გეტყვის. სკოლაში უნდათ რომ დაბანაკებულიყვნენ. ახალგარემონტებული მქონდა და არ მინდოდა გაიფუჭებინათ. ამიტომ თხოვეთ ჩემს კაბინეტს და შენობას დაგითმობთ მეთქი. სხვათა შორის ყირიმელები იყვნენ და დამიჯერეს. უბრალოდ მეჩხუბებოდნენ რუსულად გველაპარაკეო. ვეუბნები იმდენი წელია უკრაინულად ვლაპარაკობ, აღარ მახსოვს როგორია რუსული. თუ გინდათ ტოლსტოი მომიტანეთ, წაგიკითხავთ შინაასი ერთად გამოვიტანოთ თქო. Oleksandr განათლებით ისტორიის მასწავლებელია და ზუსტად იცის, რომ უკრაინა რუსეთი არაა. ოკუპაციის განმავლობაში ცდილობდა ეს წლისთვისაც აეხსნა, თუმცა ცხადია უშედეგოდ. ყირიმელების შემდეგ ხერსონის ოლქის პატარა სოფელში სხვა დანაყოფის როტაციის ჯერი დადგა. აქ კი სოფლის გამგებელის წამების ისტორია იწყება. І поїхали. Куди ми поїхали? სად მივყავდი არ ვიცოდი, თვალები ახვეული მქონდა. ვცდილობდი მოსახოვები დამეთვალა, როგორც მივხვდი ბელოზერონკოში წამიყვანეს. რამდენიმე დღე საკანში ვიყავი. იქ პირდაპირ წამება დაიწყო. მირტყავდნენ და მიყვიროდნენ. რუსულად ილაპარაკე, ვინ ამ სოფლიოში საუკეთესო პრეზიდენტი. ესეთი სისულელეები. მე ეს ყველაფერი ჩამიმტრიეს. მე სად წამიყვანეს არ ვიცი. 3 დღე ხელი არ უხლიათ, საერთოდ. ისიც კი ვიფიქრე რომ დავავიწყდი. ტუალეტში არ გავყავდით, წყალს არ გვაძლევდნენ. ერთი ბოთლი იყო მხოლოდ, შარდით სავსე. მე 4 შემოვიდნენ და წერეში მომაქციეს. ვერ გავიგე რა უნდათ, რას აპირებდნენ. ასეც არ ველოდი. წერე შეიკრა და ცემა დამიწყეს, ჯერ მუშტებით, მე ფეხებით, იატაკზე დავეცი. გავაცნობიერე რომ ყვირილი უნდა დამეწყო. ვიფიქრე იქნებ შევეცოდო მეთქი.
ომმა ადამიანის ახალი სახე დამანახა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს ასეთი რამის გაკეთება შეუძლია. მამა მასწავლიდა ხალხს დაეხმარეო და ესენი მერე ორი შემოვიდა და რაღაც სისულელე ჩამიდეს პირში. აი ასე, პირი გააღე. ვერაფერი გავიგე და გავაღე. ეს ჩამიდეს და უცბად აი ასეთი ხერხი ამოიღეს და კბილების მოხერხვა დამიწყეს. ეთყობა კიდეც. ვერც ყვიროდი, მინდოდა მეთქვა რანაირი ადამიანები ხართ. 3-ჯერ ან 4-ჯერ გაიმეორეს ეს ყველაფერი და მიმაგდეს. მერე რაღაც კვადრატული მოიტანეს და თითებზე წამომაცვეს. მივხვდი, რომ დენის ჯერი მოვიდა. თითებზე მიმამაგდეს და დაიწყო. თავიდან ვუძლებდი, მერე ენერგიას მოუმატეს. რატომ მაწამებთ მომკალით, მხოლოდ ამას ვამბობდი. На месте. Кажу, да вбей меня, зачем вы, кажу, издеваетесь? Вбей, раз я вам надо так. ამის შემდეგ გონება დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უგონო მდგომარეობაში ქუჩაში დააგდეს. გამლელმა სამონტყოფოში წაიყვანა და ცოლმა იქ ასეთ მდგომარეობაში ნახა. ოლექსანდრიც რეაბილიტაციის და ხერსონის ოკუპაციის შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა. ისევ სოფლის გამგებელია, უკრაინული სოფლის. Казалось бы, что я тут так и сказал. ორი მძიმე ისტორიის შემდეგ დატბორილ სოფლებში ჩავედით. აქ მოქალაქეებს სჭირდებათ ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. დახმარება არასდროსაა საკმარისი. რაც ოკუპაციას გადაურჩა, კახოვკის დამბის აფეთქების შემდეგ დატბორებას ვეღარ გადაურჩა. Сьогодні гуманітарну допомогу від почесного консульства Литовської Республіки. ეს ლიეტუვური დახმარება ტერნოპოლში შევაგროვეთ და ჩამოვიტანეთ. აქ ხალხს ყველაფერი სჭირდება. რუსები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი უკრაინული ისტორიის წასაშლელად. თუმცა ჩვენ ისტორიის შენარჩუნებას ვცდილობთ. დახმარების ნაწილი ტიაგინში წავიდა. იაგინის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ უკრაინის სამხრეთით არანაირი რუსული კვალი არაა. ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია კახოვკის დამბის აფეთქების შემდეგ წყლით დაიფარა და არავინ იცის ისტორიის რა ნაწილი გაანადგურა. თუმცა რაც მანამდე აღმოაჩინა უკრაინულმა მხარემ, ადასტურებს, რომ უკრაინას ევროპული ფესვები აქვს. აღმოჩენილია მონეტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სამკაულების ნაწილი, საბრძოლო ნივთების ნარჩენები. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ამ ტერიტორიებზე ბევრი კულტურის თავმოყრის ადგილი იყო. უკრაინის, ლიეტუვის და ყირიმის სახანოსი. სხვა კვალი იქ არ არის, მათ შორის არანაირი დამადასტურებელი მოსკოვის კულტურის არსებობისა. ამაზე ლაპარაკის არ შემიძლია რუსეთზე ხომ საერთოდ. მაშინ ასეთი რამე საერთოდ არ არსებობდა. 1721 წელს გვხვდება პირველად, როცა პეტრე პირველმა ეს ტერიტორიები გამოაცხადა რუსეთად. თუმცა ყველამ იცის და ყველა რუკა ამტკიცებს, რომ არსებობდა მოსკოვი პატარა მიწებით. მერე დაიპყრეს ტერიტორიები და მიითვისეს. არანაირი ნიშანწყალი, რომ კულტურით გაგვამდიდრა არ არსებობს. ეს გათხრები ადასტურებს, რომ უკრაინული კულტურა, უკრაინული ისტორია აბსოლუტურად თავისუფალი იყო მათგან. გამოფენა, რომელიც ახლა კიევშია, ოკუპაციას და დატბორებას შემთხვევით გადაურჩა. კიევის არქეოლოგიის მუზეუმმა ხერსონისგან ექსპოზიცია დროებით ითხოვა. 2022 წლის 16 თებერვალს გაიხსნა და საკმაოდ დიდი ინტერესის გამოიწვია. ამიტომ გადავწყვიტეთ მთელი წელი დაგვეტოვებინა და ხალხს ჩვენი ისტორიის ერთი ნაწილი ენახა, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინა იყო ევრაზიული კულტურის ნაწილი და ასეც იქნება. მაგრამ 24 თებერვალს ომი დაიწყო. თავდაყირა დადგა ყველაფერი. რა უნდა გვექნა? პირველი საზრუნავი გახდა ისტორიის გადარჩენა და ყველა ექსპონატი გადავიტანეთ საცავში. ჩვენ პასუხისმგებლები ვიყავით, რომ ეს არტეფაქტები დაგვეცვა, იმიტომ რომ ეს ჩვენს ისტორიას აჩვენებს. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში უკრაინის ისტორიის გაქრობის მცდელობის ცუდი გამოცდილების გამო მუზეუმმა ეს გამოფენა გადამალა. თუმცა ახლა, როცა კიევის კონჩეტელა წარმატებულია, გამთვალიერებლებისთვის ისევ გაიხსნა.